პირობებში გვიწევს ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგის ჩატარება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამოგზავნით თელავში, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს არა მარტო კახეთის რეგიონს, არამედ სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთს. ამ 10 დღის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბევრი რამ არ მოხდა, რაც უფრო სამწუხაროა, ბევრი რამ არ მოხდა. ჩვენ ვიწყებთ დღეს მეორე ეტაპს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის. ამისათვის ჩამოვედით დღეს სპეციალური ბრიფინგით აქ, თუმცა მთელი გასული კვირის განმავლობაში, გასული 10 დღის განმავლობაში ჩვენი ქართული ოცნების კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ჩვენს აქტივისტებთან ერთად დადიოდნენ დაზარალებულ რეგიონებში, არა მხოლოდ აქ, არამედ სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთშიც და ეხმარებოდნენ მოსახლეობას. ამ ხნის განმავლობაში მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ. 23 ივლისს ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში. იგი შეხვდა მოსახლეობას და დაპირდა ყველანაირ დახმარებას. ხოლო ამისათვის მან გადარიცხა 80 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ის 80 მილიონი ლარი, რომელიც წარმოადგენს მასზე დაკისრებულ უკანონო ჯარიმას, რომლის გადახდასაც იგი არ აპირებდა, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, მაგრამ გადარიცხა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი კანონიერი გზა, დახმარებოდა სტიქიით დაზარალებულებს, გასჩენოდა ამ ჯარიმის გადახდით, ამ უკანონო ჯარიმის გადახდით სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებითი 80 მილიონი ლარი, რათა სრულად მოხდეს იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ 10 დღის მანძილზე ჩვენ ვუყურებდით ხელისუფლების მოქმედებას, იკვეთება ერთი რამ, რაც გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება აპირებს მხოლოდ ძალიან პატარა კომპენსაციების გაცემას მოსახლეობისთვის. ეს კომპენსაციები არათუ არ ასახავს ზარალის იმ სურათს, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახის მონახულებისას ვნახეთ, არამედ არის მხოლოდ ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც ჭირდება მოსახლეობას. ზარალის ანაზღაურება ჩვენი ინფორმაციით და იმითიც, რაც გუშინაც დადასტურდა მათი განცხადებებით, არ არის დაგეგმილი. მაქსიმუმ 1500 ლარია ის კომპენსაცია, რომელსაც მიიღებენ ოჯახები, რომელთაც 100%-ით გაუნადგურდათ მოსავალი. ჩვენ დღეს კახეთში იმისათვის ჩამოვედით, რომ პირველ რიგში კახეთის მოსახლეობას მივმართოთ და ვუთხრათ მას, რომ ბიუჯეტში არსებობს ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ მათი ზარალი სრულად ანაზღაურდეს. ამაში ჩვენ გულისხმობთ არა მხოლოდ დანგრეულ სახლებს, გადახდილ ჭერებს, განადგურებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტექნიკას და ასე შემდეგ, არამედ მოსავალს, არამედ შინაურ პირუტყვს, ფრინველს, ყველაფერს, რაც წარმოადგენს ერთად აღებული ჯარიმებს. გარდა ამისა, ჩვენ ისიც ვთქვით, რომ 1 წლით კრედიტების გადავადება, რასაც ხელისუფლება პირდება მოსახლეობას, არ არის გამოსავალი, რადგან არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენ ოჯახებში სიარულისას, რომ ისინი მომავალი 4-5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებენ ვერანაირ მოსავალს და შესაბამისად მათ არ ექნებათ არც 1 წლის მერე ამ კრედიტების დაფარვის საშუალება. ჩვენ ვაგრძელებთ დღეს მეორე ეტაპს ჩვენი აქტიურობისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ჯგუფები მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად და ისინი დღეს აქ არიან და შემდეგ სიამოვნებით უპასუხებენ თქვენს შეკითხვებსაც, მოივლიან თითოეულ ოჯახს და ჩვენს სათქმელს, რომ ბიუჯეტში არსებობს დამატებითი 80 მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სრულად აუნაზღაურდეთ ზარალი, აღწერენ მათ ზარალს სპეციალური კითხვარის საშუალებით, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით წარმოგიდგენთ, რომელიც ითვალისწინებს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც შეიძლებოდა ზარალი მიდგომოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა მხოლოდ მოსავალს, არა მხოლოდ დანგრეულ სახლებს, არამედ დახოცილ პირუტყვს, განადგურებულ საოჯახო ნივთებს, ავეჯს, ტექნიკას და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერს. და შემდეგ ჩვენ განმახორციელებთ ყველანაირ ზეწოლას საზოგადოების დახმარებით ხელისუფლებაზე, რომ სრულად იყოს ანაზღაურებული ეს ზარალი. არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ მთლიანად ზარალი და იმის მიხედვით, თუ რამდენია თითეული ოჯახის დანაკლისი. ეს არის ჩვენი
მიზანი, ჩვენ ამ მიზნის განხორციელებას ვიწყებთ დღეიდან და მივალთ აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ყველას გარდა ამისა, ვისაც უნდა რომ თავად მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი ზარალის შესახებ, მათ მოусმენენ ჩვენს ოფისებში, ყველა რეგიონში, მე ამას რომ ვამბობ კახეთში, მხოლოდ იმიტომ რომ კახეთი ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ იგივე ეხება რასაკვირველია სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის დაზარალებულ მოსახლეობასაც. გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობის ინფორმირებას ვეწევით იმ კუთხითაც, თუ რა შეიცვლება მათთვის მას შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. ეს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გამოაცხადა, რომ იგი აპირებს შექმნას 1 მილიონიანი ფონდი სოფლის 1 მილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობისთვის უკაცრავად. მან აღნიშნა, რომ ყურძნის ჩაბარების ფასი არ უნდა იყოს 1 ლარზე ნაკლები, შესაბამისად უნდა მოხდეს ყურძნის შესყიდვის სუბსიდირება. ჩვენ დავაზღვევთ მოსავლისა და სავარგულების რისკებს. ჩვენ წავახალისებთ სანერგე მეურნეობებს და სოფლის მეურნეობის ფონდიდან ახალი ნერგებით მოვამარაგებთ დაზარალებულ მოსახლეობას და არა მხოლოდ დაზარალებულ მოსახლეობას, ხოლო დაზარალებულ მოსახლეობას მივცემთ 20 წლიან უპროცენტო სესხებს ბანკების წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების დასაფინანსებლად. გარდა ამისა, დავაფინანსებთ სპეციალურ პროექტებს სტიქიური უბედურებების პრევენციისა და ზარალის მინიმუმამდე შემცირებისათვის. განსაკუთრებული პროგრამები იქნება მათთვისაც, ვინც არის საგანმანათლებლო პროცესში და ვისაც ამ კუთხითაც ესაჭიროება დახმარება. და ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ თითეული თეთრი, რომელიც შეემატა ბიუჯეტს სტიქის შედეგების ლიკვიდაციისთვის მივიდეს მოსახლეობამდე და არც ერთი ოჯახი არ დარჩეს ზარალის რეალური ანაზღაურების გარეშე. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ჩამოვედით აქ და ჩვენ დღეიდან მოყოლებული მომდევნო კვირების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ მოსახლეობასთან, მაჟორიტარობის კანდიდატებთან და ჩვენს აქტივისტებთან ერთად და ჩვენ სათქმელს მივიტანთ კახეთის თითეულ მოსახლემდე. არ შემიძლია დღეს ერთ ძალიან სამწუხარო ამბავს არ შევეხო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში. ეს არის კაპრალი გივი ფანცულაია და მის ოჯახს კოალიცია ქართული ოცნების სახელით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელით მინდა გამოუცხადო ღრმა თანაგრძნობა და ასევე გამოუცხადო თანაგრძნობა მთლიანად საქართველოს. მინდა რომ დღევანდელი განსაკუთრებული ბრიფინგი უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე დამთავრდეს და ამიტომ მინდა გაგიზიაროთ თქვენ ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა გუშინ ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც გახდა პირველი ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლონდონის ოლიმპიადაზე. ულოცავ მას, მის ოჯახს და ასევე სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას. დიდი მადლობა. მზად ვარ ვუპასუხო თქვენ შეკითხვებს და მაჟორიტარობის კანდიდატებიც მზად არიან უფრო კონკრეტულად უპასუხონ თქვენ შეკითხვებს.